დემენცია თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა, რომელიც მსოფლიოში მილიონობით ადამიანს დამოუკიდებელი ცხოვრების საფრთხეს უქმნის. სტატისტიკური მონაცემებით დედამიწაზე ყოველ 3 წამში ერთ ადამიანს დემენცია უვითარდება. 2050 წლისთვის ამ დიაგნოზით მცხოვრებთა რიცხვი 150 მილიონს მიაღწევს. არსებული საგანგაშო მონაცემები ცხადყოფს, რომ დემენციასთან საბრძოლოდ ტრადიციული მეთოდები საკმარისი აღარ არის. ერთად კიდევ უფრო იზრდება ისეთი ინოვაციური ტექნოლოგიების შემუშავების აუცილებლობა, რომლებიც პაციენტებს ღირსეული და დამოუკიდებელი ცხოვრების შენარჩუნებაში დაეხმარება. სწორედ ამ მზარდი გლობალური კრიზისის საპასუხოდ ბრიტანულმა სტარტაპმა CrossSense-მა შექმნა ახალი ტექნოლოგია, რომელიც დემენციით დაავადებულ ადამიანებს დაკარგულ დამოუკიდებლობის დაბრუნებაში ეხმარება. ამ ინოვაციურ ტექნოლოგიაზე უფრო მეც არსენს ეპისკორიძე მოგვიყვება. ნარჩენ მოგესალმებით. მიხარია რომ ჩვენთან ხარისევ და მოგვიყვები. მე როგორც ვეძახი შენს ძალიან იმედიან ბლოგს, რომელიც სენსურ ტექნოლოგიებზე გვიყვები, რომელიც ადამიანებს იმედს მაინც აძლევს პირველ ეტაპზე. მოგესალმებით ლევანდინი. ბრიტანულმა სტარტაპმა ხელოვნური ინტელექტის ასისტენტი შეიმუშავა დემენციით დაავადებული ადამიანების დასახმარებლად. ეს ვირტუალური ასისტენტი სმარტ სათვალეში არის ჩაშენებული, რომელიც თავის მხრივ აღჭურვილია მიკროფონით, კამერით და დინამიკებით. სმარტ სათვალე დემენციით დაავადებულ ადამიანებს ყოველდღიური საქმეების შესრულებაში ეხმარება, მაგალითად, ნივთების პოვნაში, რისთვისაც ხმოვან და ვიზუალურ შეტყობინებებს იყენებს. გარდა ამისა, ხელოვნური ინტელექტი პაციენტს ესაუბრება, მცირე კითხვებს უსვამს და ეხმარება დავიწყებული მოგონებების გახსენებაში, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ამ ადამიანების მეხსიერებას. საინტერესოა ისიც, რომ სტარტაპმა უკვე აღიარება მოიპოვა, ბრიტანული პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა დემენციით დაავადებული ადამიანების დახმარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის, რისთვისაც მიიღო კიდეც 1 მილიონი ფუნტი სტერლინგი ფინანსური მხარდაჭერა. საინტერესო ძალიან და მგონია ძალიან დაეხმარება დემენციის მქონე პაციენტებს. ეს დაავადება ხშირად არის პროგრესირებადი, საკმაოდ სწრაფად შეიძლება პროგრესირდეს და ინსტრუმენტი, რომელიც გეხმარება ყოველდღიური ქცევების შესრულებაში, ძალიან მნიშვნელოვანი არის. ახლა ჩვენ ვსაუბრობთ როგორც პირველ პროტოტიპზე თუ უკვე არსებობს ეს ტექნოლოგია. ლევან, ჩვენ ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ სრულყოფილ გამართულ პროტოტიპზე, რომელმაც უკვე გაიარა ლაბორატორიული ტესტირება და ამჟამად არის უკვე კომერციული გაშვების ეტაპზე. 1 მილიონი ფუნტი სტერლინგი სწორედ ამ საქმეს უნდა მოხმარდეს და გეგმის მიხედვით 2026 წლის ბოლოსთვის მასშტაბური საპილოტო ტესტირებები დაიწყება, ხოლო 2027 წლის დასაწყისისთვის უკვე ფართო მასშტაბურ კომერციულ გაშვებაშიც ჩავა უკვე ეს მოწყობილობა. იცით რა არის ხშირად მე მსმენია ალბათ სწორადაც რომ დემენციის მქონე ადამიანების ოჯახის წევრები კიდე თავისი წნეხი აქვთ ხოლმე, იმიტომ რომ განსაკუთრებული ყურადღება ჭირდება ხოლმე ადამიანებს და რაღაცა მგონია რომ იმათთვისაც რასაც ვთქვათ, რაღაცა შვება იქნება ასეთი ტიპის ტექნოლოგია და შენ ახსენი სმარტფონი დასაწყისში და მინდა გითხრა რომ როგორია, რას ნიშნავს ეს სმარტფონის ვერსია საერთოდ რაღაცა გამარტივებასთან ხო არ გვაქვს უფრო საქმე. ხო, ამ სტარტაპის ერთ-ერთი მიზანი არის, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში გამოუშვა სმარტფონის ვერსია, რომელიც სმარტ სათვალისგან განსხვავებით იქნება შედარებით უფრო ხელმისაწვდომი, რადგან სმარტ სათვალის ფასი გაცილებით ძვირია და ეს იქნება ერთგვარი გარდამავალი ეტაპი, სანამ სმარტ სათვალე უკვე ფართოდ იქნება ხელმისაწვდომი და შეძლებენ დემენციით დაავადებული ადამიანები ეს ტექნოლოგია გამოსცადონ საკუთარ სმარტფონში. საინტერესოა ძალიან, თუმცა ყოველთვის ვსაუბრობთ შედარებით მოწყვლად ჯგუფზე, როგორც არიან მოხუცებულები და დემენციის მქონე პაციენტები სამწუხაროდ არიან უმეტეს შემთხვევაში ასაკობრივები, მნიშვნელოვანია ვისაუბროთ ფინანსურ მხარეზე, რამდენად არის ხელმისაწვდომი ფინანსურად ეს ტექნოლოგია. ფინანსური მხარე ის თუ რა ფასი ეღირება ეს მოწყობილობა იქნება ალბათ ამ პროექტის წარმატების მთავარი საზომი. დღესდღეობით სმარტ სათვალე ღირს $1250, ამას ემატება ყოველთვიური გამოწერის საფასური $60 ოდენობით, რაც არის საკმაოდ დიდი თანხა. თუმცა სტარტაპის მიზანი იმ 1 მილიონი ფუნტი სტერლინგით, რომელიც მოიპოვეს, არის ის, რომ გააიაფონ ეს ტექნოლოგია და ამავდროულად სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამის ნაწილად იქცეს ეს სმარტ სათვალეები, რითაც შენს მიერ ნახსენები მოწყვლადი ჯგუფის წევრები სრულიად უფასოდ მიიღებენ ამ ტექნოლოგიას. საინტერესოა ძალიან დიდი მადლობა და როგორც ყოველთვის იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ტექნოლოგიების საქართველოს მექნება ძალიან მზარდი პოპულაცია აქვს დემენციის მქონე პაციენტების და მათთვის იქნება დიდი შვება. როგორც ახსენეთ, 50 მილიონი ადამიანი არის დღეს დაავადებული და ეს მაჩვენებელი გაიზრდება 150 მილიონამდე. შესაბამისად, ასეთი ტექნოლოგია 2050 წლისთვის ზუსტადაც. დიდი მადლობა არსენ. მადლობა თქვენ.